მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთდეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა ვუძღვები. ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ ბუნებრივია 26 ოქტომბრის შემდეგ ეს ჩემი პირველი ეთერია და განულ არჩევნებზე და არჩევნების შედეგებზე, არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური, როგორ იქნება მოვლენათა განვითარება და საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს გავაანალიზებთ ანალიტიკოს ლევან ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და პირველ რიგში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებით უნდა დავიწყოთ ბუნებრივია შედგა თუ არა ეს არჩევნები პირადად თქვენთვის როგორც ანალიტიკოსი როგორ აფასებთ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, არჩევნები შედგა, მაგრამ აქ საკითხი სხვანაირად უნდა დავსვათ, ჩემი აზრით, მოახერხა თუ არა საქართველოს მოსახლეობამ თავისი თავისუფალი ნების გამოვლენა. Აი ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავისუფლად ვერ გამოხატა თავისი მოსაზრება. აი კონკრეტული არსებობენ ჩვენს გვერდით, რომელთა ნების შეცვლა გარდავლენა სადა საქართველოს ხელისუფლება. მაგალითად სოციალურად დაუცველების. ანუ იმ ადამიანების, რომლებიც შემწეობას იღებენ. მათზე კონკრეტული ზეწოლა ხორციელდებოდა და პირდაპირ მიუთითებდნენ თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა. მაგალითად პრობაციონერები, ან პატიმართა ოჯახის წევრები, მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ხელისუფლებას და ეუბნებოდა მათ თუ ვისთვის და რატომ უნდა მიეცათ ხმა. შეგვიძლია განვიხილოთ ასევე საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ბედიც, მათთანაც უფროსობა მიდიოდა და ეუბნებოდა, რომ ხელისუფლებას უარ მისცემენ ხმას, შეიძლება მათ სამუშაო ადგილზე პრობლემები შეექმნათ. და რა ვიცი, კიდე შემწეობის მიმღებები არიან ბევრი ჩვენ საზოგადოებაში, რომელზეც ზეწოლას ახდედნენ და ასე შემდეგ. გარდა სოციალური ჯგუფებისა, ძალიან ადვილი, ასე ვთქვათ, დაკვირვებისთვის ძალიან ადვილი იყო გამოგვევლინა ჩვენ რიგი სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა აქტიურობასაც ხელისუფლება იყენებდა, ხო? პოლიცია, უშიშროება, სხვა მსგავსი დაწესებულებები, სამართალდამცველები აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმაში, რომ არჩევნებზე ადამიანებს თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ და რა თქმა უნდა, ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ ფულებს არ იგებდნენ, ხო? ფულს არ იგებდნენ და პირდაპირ ღიად დღისით, მზისით მიდიოდა ადამიანების მოსყიდვა და მათი ნების ყიდვა. გარდა ამისა, თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ ორგანიზაციები საუბრობენ, თქვათ, პირადობის მოწყობებით მანიპულაციაზე, არჩევნების ღიაობის დარღვევაზე, ასე რომ შევაჯამოთ, ჩვენ ნახეთ ძალიან ხარვეზიანი არჩევნები, სადაც ადამიანებმა თავიანთი თავისუფალი ნების გამოვლენა ვერ შეძლეს სახელმწიფოს და მართველი პარტიის აქტიური და უხეში, უკანონო, უკულტურო ჩატარება. აი, თქვენც ჩამოთვალეთ და მეც ანალოგიურად შემიძლია ასეთი მაგალითები მოვიყვანო დაუსრულებლად. ფაქტები იმისა, რომ არჩევნებზე საზოგადოების აზრზე ძალიან სერიოზულად იმოქმედეს და ეს ყველაფერი ბუნებრივია. საბოლოო ჯამში მოგვცა ამან სურათი ის, რომ ქართულმა ოცნებამ საწადელს მიაღწია ნამდვილად, იმიტომ რომ 99 მანდატით არიან იქ პარლამენტში წარმოდგენილები და ეს იყო რეალურად მათი სურვილი, იმიტომ რომ არა აი ასეთი მანქანა და აი ასეთი სისტემა, რომელთაც მათ იმუშავეს, ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად იმაზე ნაკლები მხარდაჭერა ქონია ქართულ ოცნებას, ვიდრე ჩვენც კი გვეგონა, ვიდრე თავადაც წარმოედგინათ და ნამდვილად ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიები 40%-ით არიან თითქმის წარმოდგენილები იქ და ესეც ცალკე ალბათ ჩვენთვის ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, აღმოჩენა. თუმცა, აი მანამ, როდესაც თქვენც ჩამოთვალეთ და მეც შემიძლია ასეთი არაერთი მაგალითი მოვიყვანო. აი ამ ყველაფრის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ თუ არა ის, რომ არჩევნები ჩავატარეთ ქვეყანაში, რომელიც არის ლეგიტიმური. აი კიდევ იგივე მინდა დაგისვათ, იმიტომ რომ დღეს ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ერთად უყველა ერთხმად ამბობენ სალომე ზურაბიშვილიც, მათ შორის პრეზიდენტით სათავეში, რომ ეს არჩევნები ჩატარდა, ასე ვთქვათ, არალეგიტიმურად, იმიტომ რომ ადამიანების ხმის მიცემის ფარულობაც კი არ იყო დაცული სამწუხაროდ და აქედან
გამომდინარე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არის ოპოზიციის მოთხოვნა. თქვენ რამდენად, ასე ვთქვათ, ადეკვატურად აფასებთ ოპოზიციის მოთხოვნებს, რამდენად სწორი, ასე ვთქვათ, გეზი აქვთ აღებული და ზოგადად რისი გაკეთება შეიძლება აი ასეთ მოცემულობაში? იცით რა არის, აქ მხოლოდ ჩვენ აღქმებზე ვერ იქნება მთელი საქმის მსვლელობა დამოკიდებული. მე მაქვს აღქმა, რომ დიახ, ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური. არ ჩატარდა სამართლიანად. მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ესეთი არჩევნებით ხელისუფლებას ინარჩუნებდნენ ქართული ოცნების მსგავსი დაჯგუფებები. მაგრამ უნდა გავარჩიოთ ჩვენ ერთმანეთისგან მინდა და რაც შესაძლებელია. თუ ჩვენ გვინდა რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს მთელმა მსოფლიომ, აუცილებელია მტკიცებულებების მოგროვება. ამ მტკიცებულებების შეტანა ჯერ CSKO-ში, შემდეგ სასამართლოში. შეიძლება რა თქმა უნდა უარი გვითხრას ჩვენ ამ სასამართლომ, ამ CSKO-მ და ამ სარჩელების დაკმაყოფილებაზე, მაგრამ ხელში უნდა გვეჭიროს დოკუმენტები, რომლითაც შემდეგ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციას. ანუ მოსაგროვებელია მტკიცებულებები, სისტემატიზაციაშია მოსაყვანო, სისტემატიზაციაა საჭირო ამ დოკუმენტებისა, რომ შემდეგ ნებისმიერ ბრძოლის ფორმას ჰქონდეს თავისი ლეგიტიმაცია. აი თუ ჩვენ დავაკვირდებით ბატონ კახარიას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აი ის ამ გზით მიდის, ცდილობს კონკრეტული მეთოდები მოიფიქროს, ამ მეთოდების აღსრულება მოითხოვოს და ამ აღსრულების შედეგად არგუმენტები მოაგროვოს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ არჩევნების ლეგიტიმაციას. მაგრამ ჩვენ გვყავს, ესე იგი, ნაციონალური მოძრაობის ფლანგი ოპოზიციაში, რომელსაც არაფერი არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ კარვები დადგას, პროტესტი დაიწყოს და ასე შემდეგ. თუმცა ამის რესურსი არ აქვს. ამის რესურსიც ვხედავთ, რომ არ აქვს. ამასიას დაქმე. შეიძლება აქვთ რესურსით და რაღაცა 1-2 კვირით დიდი დემონსტრაციები ჩაატარონ ქვეყანაში და ეს დემონსტრაციები საჭიროა, რომ პროტესტი დაინახოს ხელისუფლებამ, მაგრამ არ არის საკმარისი კარვები, არ არის საკმარისი, ასე ვთქვათ, ქუჩაში მობილიზაცია და გამოსვლა იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნას მიაღწიოს ოპოზიციამ. სისტემური ბრძოლაა საჭირო, მრავალფეროვანი ბრძოლაა საჭირო, არგუმენტებისთვის ბრძოლაა საჭირო, მაგრამ იცით, ქართულ ოპოზიციას აქვს ერთ ნაწილს. აქვს ვარდების რევოლუციის სინდრომი შეგვიძლია ვუწოდოთ ამათ, ანუ ყოველთვის ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია 10-20,000 ადამიანის მობილიზებით ქუჩაში და ამ მობილიზაციის დროს რაღაც პატარა შეხლა-შემოხლების ორგანიზებით, დაძაბულობის შექმნით ქართულმა ოცნებამ ეს მეთოდები 1000-ჯერ გამოსცადა. უკვე ანტისხეულებია გამომუშავებული ამ მიტინგებზე, შესანიშნავად იცის, როგორ უნდა გაწელოს ეს მიტინგები, მე როგორ ჩართოს თავისი უბინძურესი საზიზღარი პროპაგანდის მანქანა ქუჩაში გამოსული პროტესტანტების მიმართ, როგორ ჩაფარცხოს ეს საქმე. ანუ ამ იარაღი აქვს ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ამგვარი პროტესტები გააქარწყლოს. რაღაც ახალია მოსაფიქრებელი და აი ამ მიმართულებით როგორც ჩანს ქართულ ოპოზიციას ფანტაზია არ ყო. აი პოლიტიკურ კრიზისამდე მივა თუ არა აი ეს პროცესები, ეს არის კიდევ საინტერესო, იმიტომ რომ ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არაპირებენ ამ არჩევნების ცნობას და ასე ვთქვათ შესვას პარლამენტში. თავად ქართული ოცნების ლიდერები თავმჯდომარე გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი ავტომატურად ძალიან მარტივად შესაძლებელია, მას შემდეგ რაც CSKO გამოაქვეყნებს უკვე ოფიციალურად დასრულებულ შედეგებს. შემდეგ 10 დღის ფარგლებში უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და თუ ამას არ შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავად აქვთ უფლება, ასე ვთქვათ, პარლამენტმა დაიწყოს ფუნქციონირება, იმიტომ რომ ამისთვის საკმარისი მანდატები აქვთ. აი ამ პროცესში როგორ გაგრძელებას ელოდებით მოვლენების, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეს რაც თქვეს და აღიარებულია მათი მხრიდან, თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ. თუმცა ოპოზიციას რა გზა შეუძლია აერჩიოს, რა შანსები აქვს ახლა ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ისინი მკვეთრად ჩამოყალიბებულები არიან და ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლას არაპირებენ. აი ეს გზა სად წავა, სად მიიყვანს ოპოზიციურ პარტიებს და რეალურად რისთვის არის ახლა აი ეს სურათი, რომელიც მივიღეთ, იმიტომ რომ თუ აი ასეთი მოცემულობა გაგრძელდება, ამ შემთხვევაში რაღაცნაირად პოლიტიკურ კრიზისთანაც მივდივართ, ჩიხური მდგომარეობა შეიქმნება.
პოლიტიკური კრიზისის შექმნა ამ ქვეყანაში შესაძლებელი არის სამი გზით. და შეიძლება ეს სამივე გზა ერთდროულად ამუშავდეს ქვეყანაში. პირველი ეს გახლავთ საერთაშორისო იზოლაციაში ხელისუფლების მოქცევა და ამის ნიშნები უკვე ჩანს ვენესუელას, ნიკარაგუის, რა ვიცი, ლავროვის და ზახაროვას გარდა ამ არჩევნების შედეგებს არავინ არ აღიარებს. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ქართულ ოცნებას ძალიან დიდი ბაცილა შეეყრება კრიზისისა. მეორე მეთოდი არის ის, თუ პარლამენტში არ შევლენ ოპოზიციონერები და ბოლომდე დაიცავენ თავის სიტყვას და მე მგონია რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. ლიზა, თქვენს გახსოვთ ბოიკოტის რამდენიმე ისტორია საქართველოს წარსულიდან, ხო 2008 წელს გამოაცხადეს ბოიკოტი და მე გია ცაგარეიშვილები, კოკო გამსახურდიები და დიმიტრი ვორტკიფანიძეები შელაგდნენ პარლამენტში და ეს ბოიკოტი გაწყდა. მე გვახსოვს 2020 წლის ბოიკოტის მცდელობა და ფრიდონ ინჯიები და ესეთი საშინელი ხალხი შევიდნენ მაშინ პარლამენტში და ლეგიტიმაცია შეუქმნეს მაშინდელ ხელისუფლებას. მე მეშინია რომ ამჯერადაც იგივე მოხდება. თავიდან იტყვია რომ ვინ შევა პუფიაო და მე თვითონ შევლენ იქ. ასე რომ თუ გაძლეს ბოლომდე და არ შევიდნენ პარლამენტში, ესეც კრიზისის მექანიზმია და პერმანენტული მუდმივ განმეორებადი დემონსტრაციები კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებული, რა თქმა უნდა, ესეც კრიზისის საფუძველი შეიძლება გახდეს. აი თუ ეს სამი გზა, სამი მეთოდი ოპოზიციამ გამოიყენა სერიოზულად, გამოიყენა ბოლომდე და თანმიმდევრულად, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდება. ისინი შეეკრებენ პარლამენტს, ცნობენ საკუთარ უფლებამოსილებას, მაგრამ აი მუშაობა გაუჭირდებათ და ქვეყანა იქნება ასე თქვათ მუდმივი დუღილის ტემპერატურაში, დუღილის პირობებში. ეს რამდენად კარგია თუ ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის ეს სხვა საკითხია, მაგრამ ქართული ოცნება იმსახურებს ესეთ კრიზისს იმის შემდეგ, რაც მან საარჩევნო უბნებზე დაადრია. ერთია ის რომ შეიძლება ქართული ოცნება იმსახურებს აი ამ პოლიტიკურ და საარჩევნო კრიზისს, თუმცა ჩვენ ხვდებით საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მოქალაქეებზე გადის და ეს არის ძალიან მტკივნეული და ძალიან ცუდი ნამდვილად. აქ აუცილებლად უნდა გკითხოთ აგრეთვე ქართული ოცნების ლეგიტიმაციის საკითხზე საერთაშორისო დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც აი თქვენ მილოცვები ახსენეთ და ვინ მიულოცა ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში გამარჯვება, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სერიოზული და ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელი არ აღმოჩნდა ქართული ოცნების ეს შედეგი საერთაშორისო დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ განცხადებას, ევროპარლამენტარების, სენატორების მიერ გაკეთებულ განცხადებას, ჯო ბაიდენმაც კი მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ამერიკის პრეზიდენტმა, რომ გამოძიება იქნეს დაწყებული ობიექტური და სამართლიანი. როდესაც აი ასეთი შეფასებები გვესმის, ბუნებრივია ვაცნობიერებთ იმას, რომ ქართული ოცნება არის მარტო დარჩენილი და ჩვენ გუშინ მოვისმინეთ აგრეთვე ევროკომისიის, ასე ვთქვათ, გაფართოების და ევროკავშირის გაფართოების კიდევ ერთი ანგარიში, სადაც საქართველოს, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია არ ეწევა იმ თავისი განვლილი გზიდან გამომდინარე, რომ მიეცეს, ასე ვთქვათ, აი ამ გზაზე სიარულის უფლება. ეს არის თუ არა შემაშფოთებელი, აი ეს დამოკიდებულება, ეს გზავნილები. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს ქართული ოცნებისთვის, თუმცა რეალობა რა არის ამის უკან? ეს ყველაფერი გვჭირდება ჩვენ, ეს შეფასებები, ეს კეთილგანწყობილი ურთიერთობა ამ ადამიანებთან და ამ ასე ვთქვათ ინსტიტუტების მხრიდან, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ ჩვენს არჩევნებს, ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი? რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. მე ერთგან თქვი და შემიძლია თქვენს ეთერშიც გავიმეორო, რომ ქართული ოცნება უმძიმეს მდგომარეობაშია საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. რატო? ერთის მხრივ მათ ყველა ხიდი დაწვეს ევროპისკენ მიმავალი, სრულად ჩაანგრიეს ყველა ასე ვთქვათ გზა, რომელიც ევროკავშირთან გვაკავშირებდა და მეორეს მხრივ ისინი ჯერ არ ჩაწერილან ბოლომდე ავტორიტარული ქვეყნების ალიანსში, მათ კონტექსტში.
ანუ ცაში არიან გამოკიდებულები. ევროპასთან გაფუჭებული აქვს საშინლად ურთიერთობა და ჯერ არც თავისიანად, ბოლომდე თავისიანად და სანდო სუბიექტად მიიჩნევენ ის ავტორიტარული ქვეყნების ღერძი, რომლებიც ულოცავენ და ახლოვანებული არიან ქართული დემოკრატიის შედეგით. ხომ და ასე რომ მათ უჭირთ ძალიან საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი ადგილი ბოლომდე ნაპოვნი არ აქვთ დამკვიდრებული და ბუნებრივია ეს აისახება არჩევნების შედეგების ცნობაზეც. დასავლეთისგან ელოდნენ ისინი ასე ვთქვათ შეფასებებს და აღიარებას და მილოცვას და ვერ მიიღეს. და აღმოსავლეთიდან ეს არ არის საკმარისი ბოლომდე არავინ არ გადაეფარება და არ გააძლიერებს ამ ხელისუფლებას ავტორიტარული ქვეყნების წრიდანაც. აი ესეთ გაუგებარ ვითარებაში არიან ისინი. რაც შეეხება ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალს, ამას მეგობრებო სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენ ნელ-ნელა ვიგრძნობთ. ჩვენ კიდევ ჯერ ბოლომდე არ ვიცით, რამდენად ვართ დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებზე. თქვათ, რამდენად არის დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე ჩვენი სამინისტროების, ბიუროკრატიების ფუნქციონირება, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი მუნიციპალიტეტები და იქ კეთილდღეობის შექმნა ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. ძალიან დამოკიდებულები ვართ მათზე. ნელ-ნელა ვიგრძნობთ ამ ყველაფერს, თქვათ, სხვა მიმართულებითაც, ხო, საკრედიტო, საფინანსო პოლიტიკის თვალსაზრისითაც დასავლეთი ამერიკა და ევროპა არიან ჩვენი სიმყარის გარანტები და ეს სიმყარე გვეცლება ჩვენ ასე ვთქვათ ფეხქვეშ და ის პროპაგანდა აღარ იმუშავებს, როცა მაცივარი დაცარიელდება. ის პროპაგანდა აღარ იმუშავებს, რომ აი გარყვნილი დასავლეთი და ასე შემდეგ, იმ გარყვნილი დასავლეთი 30 წელია გვაჭმევს და გვასწევს, ხო? ეს უღირსი მდგომარეობაა, ჩვენ თუდა შეგვექმნა რაღაცა და ამაშიც ხელს გვიშლებდნენ, მაგრამ ზოგადად მას ახლა 30 წელი დამოკიდებული. და ეხლა იმ ხელს კმენ, რომლითაც ასე ვთქვათ, ძვალს გაწვდიან, ეს არასერიოზულია და ნელ-ნელა ამ ყველაფერს სამწუხაროდ ჩვენ ვიგრძნობთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ დასავლეთი აქცენტს ქართულ ხალხზე არ გადაიტანს და შეეცდება, რომ ამ სანქციებისგან და იზოლაციისგან ქართველი ხალხი დაიცვას და მე იმედი მაქვს, რომ ბარათები დაებლოკებათ მაგალითად ქართული ოცნების ლიდერებს, მათ ოჯახის წევრებს და როგორც სტამბულში იდგა ანატოლი ჩუბაისი ბანკომატის რიგში რომ $200 გამოეტანა, ასე ვიხილავთ იმ ოლიგარქებს, რომლებიც ჩვენს პარლამენტში და სახელმწიფო ვერტიკალში არიან, ასე ვიხილავთ სხვადასხვა აზიური ქვეყნების ბანკომატებთან, რომ რამდენიმე გროში გამოათრიონ იმ სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებიდან. აი ეს იქნება ყველაზე სერიოზული პასუხი არჩევნების მანიპულაციის გამო ქართული ოცნებისთვის და დანარჩენს ყველაფერს ესენი ნელ-ნელა გადახარშავენ და ყველაფერს მოერევიან, მით უმეტეს თუ ოპოზიციამ ბოლომდე არ იბრძოლა და შეცდომები დაუშვა ამ ბრძოლის გზაზე. აი ლევან, საინტერესოა, რისთვის უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ ახლა? ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის უნდა იბრძოლოს თუ თქვათ, არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მათი მიზანი იყოს? აი ამას სწორად მიიჩნევთ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ხა? ერთადერთი გამოსავალი არის ეს წესით და რიგით. მაგრამ აი ნახეთ ლიზა, ვინ შეისწავლა საქართველოში როგორ უნდა დაინიშნოს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები? გვაქვს ამის პროცედურები? რა გზებია ამის გასწავლელად საჭიროდ? მე მაგალითად ვიცი გერმანიაში როგორ შეიძლება დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და რა არის საჭირო აქ და რომელ ორგანოებს უნდა მიმართო. აი საქართველოში ეს გზა არ არის შესწავლილი. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სურვილები ერთია და შესაძლებლობები მეორე და მე ხა არც რესურსი მაქვს, არც დრო, არც ფული და არც კომპეტენცია იმისი, რომ დავждე და გამოვიკვლიო ეს გზა. ეს გზა გამოკვლეული უნდა ქონოდათ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც მილიონები დახარჯეს წინასაარჩევნო კამპანიაში. და როგორც ჩანს, სისულელეებში დახარჯეს, იმიტომ რომ ვერაფრისგან ვერ დაასწყვიეს ეს ხალხი და ხელისუფლების ცვლილებას ვერ მიაღწიეს. ამაზე ნამუშევარი უნდა ქონდეს მაგალითად რომელიღაცა პოლიტიკური სარკოფაგიდან გამოყვანილ დათო გამყრელიძეს ერთ-ერთი ოპოზიციური შტაბი რო ჩააბარეს როგორც ასე ვთქვათ წინვალე გონებას. ხო ნაფიქრი აქვს, მას ფულიც ჰქონდა, რესურსიც ჰქონდა, ხალხიც ყავდა დასაქმებული. რომ აი ეს გზები გამოეკვლინა. რა გააკეთა? რა შეისწავლა? ან ნიკაგო არამიას პარტია, რომელმაც ასევე მილიონები დახარჯა მიმართულებით. ამაზე მათ უნდა ეფიქრათ და ეხლა
ქართულ ხალხს ესე იგი გადააბარებენ პასუხისმგებლობას ეხლა და ეტყვია რომ გამოდით და ვიყვიროთ და რაღაცა და ვხედავთ რომ ქართულ ხალხს ამის სურვილი არ აქვს. თუმცა ესეც რომ გააკეთონ ამის სურვილი არ აქვს. ერთი ორჯერ გამოვა ლიზა, ერთი ორჯერ გამოვა და ხალხი გააპროტესტებს ამ ყველაფერს, მაგრამ ქუჩაში ცხოვრებას არავინ არ აპირებს. კი ბატონო. ვერ აპირებს, იმიტომ რომ ძიმე დღეში ვართ ჩვენ და ჩვენი პრობლემები გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ეფექტური გზები და არა რაღაცა და პრაგმატული გზები. აი მე მაინც მგონია აგებინოთ ხელისუფლებას პასუხი და ესენი პრაგმატული გზების ნაცვლად გვთავაზობენ იმ გზებს, რომელიც 1000 ჯერ არის ნაცადი. და მარტო 2003 წელს გაამართ. კი, აი ლევან, მე მაინც მგონია რომ გამართლა ესეთ ჭყალებში. კი, მე მაინც მგონია რომ ოპოზიცია ვერ შეინარჩუნებს იმ ასე ვთქვათ პრინციპულობას, რომელიც მათ რაღაცნაირად ახლა აქვთ დასახული და მაინც მგონია რომ ერთმანეთის დასწრებაზე შევლენ პარლამენტში საბოლოო ჯამში ასეთი სურათი გვექნება, იმიტომ ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, თქვენც ახსენეთ და მეც შემიძლია შეგახსენეთ რომ ერთადერთი პატრიოტთა ალიანსი იყო წინამოწვევის პარლამენტში, რომელმაც უარი თქვა შესვლაზე და დანარჩენი სულ ყველა ვინც ამბობდა რომ მანდატებს დავტოვებდა არ შევალ შევიდა და ჩვეულებრივ ლეგიტიმაცია მისცა პარლამენტს და პროცესებით მსვლელობაში წავიდა ასეთივე მოლოდინი მაქვს ახლაც ამ შემთხვევაში მგონია რომ მაინც მოხერხდება ის რომ პარლამენტში შევიდნენ ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და აი აქ მინდა კითხვა დაგისვათ თუ ასეთი სცენარი განვითარდება იქნება თუ არა ეს ის პარლამენტი იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამდენად დიდი პოლარიზაცია შეიძლება აი ამანაც კი გამოიწვიოს, იმიტომ რომ ვიცით ქართულ ოცნებასა და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის რამდენად დიდია დაპირისპირება, რა შეიძლება მათ იქ ერთად აკეთონ და რა სურათი შეიძლება შემოგთავაზონ. შეძლებენ თუ არა, რომ ერთობლივად მე-11 მოწვევის პარლამენტი იყოს ფუნქციონირებადი და ასე ვთქვათ ისეთი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება საინტერესო იქნება ქმედითი და ასე ვთქვათ საქმიანი. იმიტომ რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ჩვენ ძირითადად ამაზე ვსაუბრობდით მთელი წლები რომ იქ არ მიდის კანონშემოქმედებითი პროცესი, რომ იქ სერიოზული საქმეები არ განიხილება და ასე შემდეგ. ახლაც იგივე სურათის და იგივე მოცემულობის წინაშე დავდგებით თუ არა. თუ აი ეს სცენარი განვითარდა. ლიზა 1-2 დეტალი დავაზუსტოთ სამართლიანობისთვის რომ აი პატრიოტთა ალიანსის სიით გასული დეპუტატები დიდი სიამოვნებით შევიდნენ მაშინ კი რა თქმა უნდა დამფინანსებლებზე ლეგიტიმაცია დიახ და ამავდროულად ესე იგი ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ რა თუ შედიან პარლამენტში შევიდნენ ანუ თუ ესე იგი მათ ერთიანობაში ზარი შევა და მე ვიღაცა ჩაშლის ამ ბოიკოტს და გამონაკლისებს შექმნის ქართული ოცნების სასარგებლო გამონაკლისებს ჯობს რომ ეხლავე შევიდნენ მაგრამ თუ არ შედიან და სიძლიერე აქვს და სიმტკიცე აქვს ჯობს რომ გარეთ დარჩენ და ლეგიტიმაცია არ მიანიჭონ ეს შუალედური გზები რო ორი თვით არ შევალ და მე-13 თვეს შევალ ეს არასერიოზულია და ეს ღალატი იქნება ასე ვთქვათ მოქალაქეების თორემ პარლამენტში თქვენ სწორად აღნიშნეთ ესენი ვერ იყენებდნენ ხა ეკახერხეული გზები და ესეთი სასაცილო ხალხი როგორ გამოიყენებდა იმ გზებს საკანონმდებლო გზებს ხო თორემ პარლამენტში უამრავი ბერკეტი აქვს ოპოზიციას ვით დიდი როცა არის ოპოზიცია მრავალრიცხოვანი რო არის მრავალფეროვანი რო არის და პარლამენტების მუშაობას ავტორიტარული რეჟიმების დასუსტება შეუძლია თუ სერიოზული და თანმიმდევრული მუშაობა გაჩაღდება იქ ასე რომ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ან შედით ყველა ან არ შეხვიდეთ არც ერთი და ან მიიღეთ გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ ან არ მიიღოთ გადაწყვეტილება ისეთი რომელიც 2 თვეში და 3 თვეში შეიცვლება აი ეს უნდა იყოს თავარი რეკომენდაცია აი ამ ოპოზიციის მიმართ და ისე მე არ მინდა რომ მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ოპოზიციაზე გადავიტანოთ ვიცით რამდენად უარგისია ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი არ უნდა ამას ბევრი ის ლაპარაკი აქცენტი უნდა გადავიტანოთ საქართველოს მოსახლეობაზეც შემაძრწუნებელი რამ მოხდა 26 სექტემბერს. აი მე მეგონა რომ ყველა საზიზღარი პერსონაჟი ვინც ქართულ ლიტერატურას ყავს, ყველა ერთად გაცოცხლდა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. აი რა ვიცი, ლამაზისეული კაცი ადამიანიდან, თეიმურაცხევის თავი, აგერ სოლომონის საკიჩმეს ჯღანუაშვილი ივანიშვილის სახით, ყველანი გამოვარდნენ ქუჩაში, ზოგმა იყიდა ხმები, ზოგმა გაყიდა 200 ლარად თავისი ქვეყნის მომავალი
და დემოკრატიის ბედია ამ ქვეყანაში და ჩააბარეს ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ იმას რა ქვია ბიძინა ივანიშვილს და აი ამ პოლიტიკურ ძალას რომელიც 12 წელია ქვეყანას მართავს ტყუილით, ფარისეულობით და ქვეყანას მართავს ადამიანების დაცინვით და გაღარიბებით. აი ესეც უნდა ვთქვათ ჩვენ რომ ჩვენშია რაღაც პრობლემა. ეს საზოგადოება ავათარი, როცა 200 ლარად შეგიძლია გაყიდო ხმა, ავათახარ, როცა შენ გამოდიხარ და ამბობ რომ რა უჭის პოლიცია თუ ჩაერია, რა უჭის უშიშროება თუ ჩაერია, რა უჭის თუ ქართველი აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში 90% მოაგროვა ხელისუფლება, ყველა მთავრობა ესე იზამდა. ეს არის უკულტურობა. ეს არის აღიარება იმისა, რომ დანაშაული, რა ვიცი, სიბილწე პოლიტიკის ნაწილია. ყველაფერი შეიძლება დახურდავდეს სამწუხაროა, თუმცა უნდა დაგეთანხმოთ. ისწრებათ პასუხისმგებლობი, ვინც გვიყურებთ ჩვენ და ვინც 200 ლარი აიღეთ და 100 ლარი აიღეთ და ხმა გაყიდეთ ამ ქვეყნის, ხო? ხო შეგეძლოთ აგეყოთ ეგ პული და არ მიგეცათ ხმა. ეგეთი გამოცდილებაც ხო გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არა, აი შიშით აი ეს ძიმე უღელი ხანდახან ადამიანს ბოლომდე შეეჩვევა და ის გადაგდებაზეც უარს ამბობ, რომ გაათავისუფლო და ახსნა ბორკილები, მაინც დაბრუნდება და გეტყვის, რომ არ შემილია თავისუფლებაში ყოფნა, დამადე ისევ ბორკილია, ხო? მაგრამ ამის პარალელურად მართლა არსებობდნენ ადამიანები და მათ დიდი მადლობა, რომელთაც სიღარიბის მიუხედავად, უბედურების მიუხედავად, განსაცდელის მიუხედავად, საკუთარი თავი არ გარდაქმნეს ლუმპენებად და ბოლომდე არ დაეწყეს და წინააღმდეგობა გაუწიეს აი ამ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს და მის ფულის დარიგებას. ბატონ ლევან, დრო ამოგვეწურა, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ იმ ყველაფერში, რაზეც ისაუბრეთ, ეს არის ჩვენი მოცემული